ესთერი მეფის განკარგულებას ვერ დაარღვევდა. მღელვარებას შეეპყრო. სადიაცო სახლის საუკეთესო სამყოფელში დააბინავეს. ძალზე ლამაზი იყო და ფერუმარილიც არ სჭირდებოდა. მას შემდეგ რაც დაობლდა, მასზე მორდექაი ზრუნავდა. როდესაც მეფემ ხმაწვილ ქალი დაინახა, მაშინვე გადაწყვიტა, რომ ის დედოფალი უნდა გამხდარიყო. მორდექაი მეფის კარიბჭესთან იჯდა. ყველა, ვინც მეფის სასახლის კარიბჭესთან იჯდა, უჩოქებდა ჰამანს და თაყვანს სცემდა. მორდექაიმ კი არ დაუჯოქა და თქვა, მე იუდეველი ვარ და მხოლოდ ღმერთს ვეთაყვანები. ეს რომ ჰამანმა გაიგო, ძლიერ განრისხდა. მორდექაიმ წესი დაარღვია, ამიტომ უნდა მომკვდარიყო და მასთან ერთად სამეფოს სამთავროებში მცხოვრები ყველა იუდეველიც. მივიდა ჰამანი მეფესთან და უთხრა, არის ერთი ხალხი განთესილი და გაფანტული სხვა ხალხებს შორის შენი სამეფოს ყველა სამთავროში და არ ასრულებენ მეფის კანონებს და არ შეშვენის მეფეს მათი დატოვება. მეფემ მოусმინა ჰამანს და იუდეველთა ამოწყვეტის განკარგულება გასცა, რომელიც სამთავროთა გამგებლებს მათ ენაზე გადაეცათ. მე-12 თვის მე-13 დღეს ყველა იუდეველი, ახალგაზრდა თუ მოხუცი უნდა დაეხოცათ. ყველა სამთავროში, სადაც კი მეფის ბრძანება მივიდა, იუდეველებმა გლოვა გამოაცხადეს. და შეუთვალა მორდექაიმ ესთერს. მხოლოდ შენ შეგიძლია შველა. შენც ხომ იუდეველი ხარ. შეევედრე მეფეს, დაინდოს ჩვენი ხალხი. იქნებ ესაა მიზეზი, რისთვისაც დედოფლობა გერგო. თუმცა მეფის ნახვა არც ესთერისთვის იყო ადვილი. შეუთვალა მორდექაის 3 დღე ემარხულა მისთვის მთელ იუდევლობას. 3 დღის შემდეგ ესთერი მეფეს ეახლა. თუმცა ამრიგად წესი დაარღვია. თუ დავიღუპები, დავიღუპო. დაინახა მეფემ ესთერი და ოქროს კვერთხი გაუწოდა. დედოფალო ესთერ, რასათხოვარი გაქვს? ყველაფერს შეგისრულებ. ესთერმა კი მიუგო. თუ მეფეინებებს მობრძანდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც მოუმზადე მას. ნადიმისას მეფემ კვლავ კითხა, რასათხოვარი გაქვს? მიუგო ესთერმა, მეფეო, თუ კი გიყვარვარ, შეგვინარჩუნე სიცოცხლე მე და ჩემს სერს, რადგან გასაწყვეტად ვართ განწირულნი. მეფემ კი ჰკითხა, ვინ გაბედა ამის ჩადენა? ესთერმა ჰამანზე მიუთითა. ასე გადარჩა ებრაელი ხალხი. ჰამანი კი სიკვდილით დაისაჯა. მეფემ ახალი განკარგულება გასცა, რომლითაც ნებას აძლევდა იუდეველებს შეკრებილიყვნენ და თავი დაეცვათ. იუდეველები ახლა უსაფრთხოდ იყვნენ და მთელ სამეფოში ხარობდნენ. ამ დღის მოსაგონრად იუდეველები დღესაც პურიმის დღესასწაულს ზეიმობენ.